სანამ კულუარებში ზავზე საუბრობდნენ, ტრამპი სოციალურ ქსელში მუქარებით გამოდიოდა და ირანს ულტიმატუმს უყენებდა, რომ მთელი გამდიდრებული ურანი, მისივე სიტყვებით ბირთვული მტვერი დაუყოვნებლივ გადაეცა ამერიკისთვის. ჩვენ უკვე მიწასთან გავასწორეთ მათი კონვენციური სამხედრო ძალა და ახლა ისეთ პოზიციაში ვართ, სადაც შეგვიძლია მნიშვნელოვნად დავხიოთ უკან მათი ბირთვული პროგრამა. გადავიდათ რეგიონში მეორე უმძიმეს ფრონტზე, ლიბანში, სადაც სიონისტური რეჟიმის აგრესია ყველანაირ საზღვრებს ცდება. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებმა 180-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მათ შორის არის 9-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი, 7 ბავშვი და 21 ქალი. კატასტროფების კასკადი არ წყდება ღაზაშიც. ამჟამად სექტორის ტერიტორიის 60%-ს ვაკონტროლებთ. პირველ რიგში მიზანი 70%-ია. მოდით ამით დავიწყოთ. ყოველი მხრიდან ვუჭერთ მათ მარყუშს, ნარჩენებს კი მერე მივხედავთ. ახლა კი შევხედოთ გლობალური პერიფერიის ყველაზე მივიწყებულ წერტილს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებში, რომლებიც წლებია ომის ქაოსშია ჩაფლული, სასიკვდილო ებოლას ვირუსის უმძიმესი აფეთქება მძვინვარებს. წესით ჩვენ უნდა ვხედავდეთ ფინანსების მასშტაბურ მობილიზებას ჯანმოსთვის და მყარ პოლიტიკურ მხარდაჭერას, მაგრამ ეს არ ხდება. ეს ტაქტიკა რეალურად მოსკოვის უსუსურობისა და სამხედრო ფრუსტრაციის ნიშანია. რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ღამით ოდესის ოლქზე მიიტანეს იერიში. ერთ-ერთი დრონი, შაჰედი, რუმინეთის ქალაქ გალაცში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, საცხოვრებელ სახლს დაეცა. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალში ცისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ველში ნახავთ. მიმოხილვას ირან-ამერიკის მიმდინარე მოლაპარაკებებით გავხსნი. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში ვრცელი ტრიუმფალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს ირანული პორტების სამხედრო ბლოკადის მოხსნას. ტრამპი ისეთი ტონით საუბრობდა, თითქოს ვაშინგტონმა ტოტალურ გამარჯვებას მიაღწია. მისი თქმით, ირანი დათანხმდა, რომ არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. ჰორმუზის სრუტე უპირობოდ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე გაიხსნება, ხოლო ამერიკული ხომალდები სრუტეს ნაღმებისგან განწმენდნენ. ტრამპი იქამდეც მივიდა, რომ სრუტეში ჩაკეტილ მეზღვაურებს მიმართა. გადაეცით მოკითხვა თქვენს ცოლებს და ოჯახის წევრებს ჩემგან, თქვენი საყვარელი პრეზიდენტისგან. თუმცა ამიაფასიანი შოუს მიღმა ეკონომიკური შანტაჟის ენა კვლავ უცვლელია. პოსტის ბოლოში ტრამპი წერს, არანაირი ფული არ გადაიცემა მომდევნო შეტყობინებამდე, რითაც ადასტურებს, რომ იმპერია კვლავაც ცდილობს ირანის გაყინული მილიარდების მძევლად აყვანას. თეთრი სახლის კორესპონდენტებიც კი აღიარებენ, რომ ეს პოსტი არის ტრამპის პირადი სურვილების სია, სადაც მან მხოლოდ ამერიკული მოთხოვნები ჩამოწერა და სრულად დამალა ის დათმობები, რომელთა გაღებაც ალბათ ვაშინგტონს რეალურად მოუწევს თუ კი მათ შეთანხმებას ხვდ. ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ტრამპი უკვე თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების ოთახში შევიდა, რათა დახურულ კარს მიღმა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო ირანთან ეგრეთ წოდებული 60 დღიანი ზავის გაფორმებაზე. მაგრამ სანამ დასავლური მედია ამ ნარატივს ტირაჟირებს, თუ შევხედავთ იმას, რასაც აქ უკვე მივაღწიეთ, იმ დაშვებით, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივალთ, ჩვენ ხელახლა ვხსნით ჰორმუზის სრუტეს. ჩვენ უკვე მიწასთან გავასწორეთ მათი კონვენციური სამხედრო ძალა და ახლა ისეთ პოზიციაში ვართ, სადაც შეგვიძლია მნიშვნელოვნად დავხიოთ უკან მათი ბირთვული პროგრამა. თანაც არა მხოლოდ ამ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ეს ძალიან კარგი რამ არის ამერიკელი ხალხისთვის. ასე რომ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. თეირანიდან აბსოლუტურად ცივი სამხედრო სტრატეგიული რეალიზმით პასუხობენ. სააგენტო ფარსი თეთრი სახლის განცხადებებს სიცრუისა და სიმართლის ნაზავს უწოდებს და ამბობს, რომ არანაირი ბირთვული მასალების განადგურება მემორანდუმში გათვალისწინებული არ არის. უფრო მეტიც, სანამ ტრამპი საგანგებო სიტუაციების ოთახში შევიდოდა, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმა გაახმოვანა მიმართვა, რომელიც ანგრევს ამერიკული დიპლომატიის ყველა ილუზიას. ყალიბაფმა პირდაპირ თქვა, ირანი დათმობებს დიალოგით კი არა, რაკეტებით აღწევს. მოლაპარაკებები უბრალოდ გზაა, რათა მეორე მხარეს ეს ყველაფერი გააგებინო.
მიუხედავად პაკისტანის შუამავლობით წარმოებული დიპლომატიური მოლაპარაკებებისა, წინა კვირაში ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის ახალი ტალღა წამოიწყო და ირანის სამხრეთით, უშუალოდ ირანის სანაპირო ზოლთან იერიში მიიტანა და ჩაძირა 2 ირანული ხომალდი, რასაც პენტაგონმა ჩვეული ცინიზმით თავდაცვითი დარტყმები უწოდა იმ ბრალდებით, თითქოს ეს გემები ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს დებდნენ. ამ ღია აგრესიას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა მყისიერად უპასუხა და ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ამერიკული საჰაერო დრონი რიპერი ჩამოაგდო. სწორედ ამ სამხედრო შეტაკებების, საზღვაო ბლოკადისა და მზარდი ესკალაციის ფონზე გაემგზავრნენ ირანელი დიპლომატები ყატარში, რათა ამერიკა ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის პოტენციურ ცეცხლის შეწყვეტაზე დაეწყოთ მსჯელობა. ირანის საგარეო უწყება ჯერ კიდევ ორშაბათს აფრთხილებდა ყველას, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეთანხმების ხელმოწერა ახლოს არ იყო, რადგან ვაშინგტონის პოლიტიკა ინსტიტუციონალიზებული არასტაბილურობით ხასიათდება. და მართლაც, სანამ კულუარებში ზავზე საუბრობდნენ, ტრამპი სოციალურ ქსელში მუქარებით გამოდიოდა და ირანს ულტიმატუმს უყენებდა, რომ მთელი გამდიდრებული ურანი, მისივე სიტყვებით ბირთვული მტვერი დაუყოვნებლივ გადაეცა ამერიკისთვის, რათა შემდეგ ის განადგურებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სრული განადგურებით იმუქრებოდა. ირანელი მაღალჩინოსანი რომ იყოთ და ყოველ მეორე დღეს უსმენდეთ პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ არ აინტერესებს შუალედური არჩევნები და არსად ეჩქარება, ვფიქრობ ყოველ ჯერზე, როცა ის ამას იმეორებს, მათთვის ეს საპირისპიროს მტკიცებულებაა. ანუ რომ ის ზედმეტად ჯიუტად ცდილობს ყველას საწინააღმდეგო დააჯეროს. ეს ომი პირველივე დღიდან არაპოპულარული იყო და მას შემდეგ ეს უკმაყოფილება მხოლოდ გაიზარდა. ის მძიმე ტვირთა დაწვება ეკონომიკას და ძირს უთხრის რესპუბლიკური პარტიის პერსპექტივებს შუალედურ არჩევნებში. ასე რომ ლოგიკურად იფიქრებდით, პრეზიდენტი ნამდვილად შეეცდებოდა ამ ომიდან გამოსვლას. მით უმეტეს რომ დაწყების დღიდან მას უამრავი გამოსავალი და ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა. თუმცა მას ეს შანსები რეალურად არ გამოუყენებია. ის შეიცვალა, მერყეობდა, აქეთ-იქით აწყდებოდა. და ვფიქრობ, ეს ასახავს იმას, რომ პრეზიდენტი ორ ცეცხლს შუაა. ერთის მხრივ, დიახ, ის ხედავს პოლიტიკურ რეალობას. დარწმუნებული ვარ, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ვიცე-პრეზიდენტი ეუბნებიან მას. ფრთხილად, ეს ყველაფერი ძალიან ძვირი გვიჩდება. და ის ამას ხედავს. მეორის მხრივ, ის არის ადამიანი, რომელსაც სძულს სუსტად გამოჩენა. ის მტკიცედ არის განწყობილი, აჩვენოს, რომ ირანმა კაპიტულაცია გამოაცხადა და დანებდა. ეს ორი ინსტინქტი კი ერთად უბრალოდ ვერ იარსებებს. სხვათა შორის, წინა კვირას ტრამპი არამხოლოდ ირანს, არამედ საკუთარ ძველ მოკავშირეს ომანს ღიად დაემუგრა ბომბდამშენებით, თუ ის ირანთან ერთად ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის გაყოფას გაბედავს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ გააკონტროლებს სრუტეს, ტრამპმა უპასუხა. დათანხმდებოდით თუ არა მოკლევადიან შეთანხმებას, რომელიც ირანსა და ომანს სრუტის კონტროლის უფლებას მისცემს. და მოუწევთ თუ არა მათ მისი დაუყოვნებლივ გახსნა, თუ თანახმა ხართ, რომ ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდეს. არა, სრუტე ყველასთვის ღია იქნება. ეს და ვინ გააკონტროლებს მას? ეს საერთაშორისო წყლებია, მას ვერავინ გააკონტროლებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მას, ჩვენ დავიცავთ, მაგრამ კონტროლით ვერავინ გააკონტროლებს. ეს იმ მოლაპარაკებების ნაწილია, რომელსაც ვაწარმოებთ. მათ ძალიან უნდათ მისი კონტროლი, მაგრამ მას ვერავინ გააკონტროლებს. ეს საერთაშორისო წყლებია და ომანიც სუსტად ისევე მოიქცევა, როგორც ყველა დანარჩენი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მათი აფეთქება მოგვიწევს. მათ ეს კარგად ისმით და ყველაფერი რიგზე იქნება. თუმცა, როდესაც ტრამპი თუ დასავლელი პოლიტიკოსები ტრიბუნიდან ამბობენ, რომ სრუტე საერთაშორისო წყლებია და ყველასთვის ღია უნდა იყოს, მათი განცხადებებიდან საოცარი ისტორიული ამნეზია და უტიფრობა გამოსჭვივის. კაპიტალისტურ სისტემას არასოდეს უმართავს პლანეტის რესურსები რაციონალურად. თუ კი ასე იქნებოდა, კაცობრიობა იტყოდა, ნავთობი და გაზი მიწისქვეშა ორგანული ნარჩენების პობის შედეგად მილიონობით წლის წინ სრულიად შემთხვევით გაჩნდა კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში. ამიტომ მოდით ის მთელი პლანეტის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში ლონდონის პრესტიჟულ კლუბებში შერი სმით გაბრუებულმა ბრიტანელმა კაპიტალისტებმა დაინახეს, რომ ნავთობი მომავლის ენერგია იყო. ჩაუდგნენ სპარსეთში, აქციესის საკუთარ კოლონიად და რესურსების ტოტალური ძარცვა დაიწყეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბრიტანული კომპანიები ირანელებს საკუთარი მიწიდან მოპარულ ნავთობში ფულს ახდევინებდნენ. ეს იყო კაპიტალის წესი საუკუნეების განმავლობაში, აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. იარაღის ძალით წაიღო რესურსები და შემდეგ გაძარცვული ხალხისთვის ამავე რესურსებში გადასახადები დააწესო. დღეს ირანის მოთხოვნა, რომ თავად გააკონტროლოს ჰორმუზის სრუტე და დააწესოს გადასახადები ტრანზიტზე, არის პასუხი დასავლეთის საუკუნოვან ძარცვაზე. თეირანი აცხადებს, თქვენ საუკუნეების განმავლობაში აიძულებდით მთელ მსოფლიოს, რომ
ის მხოლოდ თქვენი კაპიტალის ინტერესებისთვის გემართათ. ეს დრო დასრულდა. თუმცა აქ აუცილებლად უნდა დავსვათ უმნიშვნელოვანესი კლასობრივი კითხვის ნიშანი. სამწუხაროდ ირანის თეოკრატიული რეჟიმის ანტიიმპერიალიზმი სულაც არ ნიშნავს ავტომატურად ირანელი მშრომელი ხალხის ეკონომიკურ გათავისუფლებას. ჰორმუზის სრუტეზე დაწესებული გადასახადებიდან ავტობის მილიარდები პირველ რიგში ისევ ირანში არსებულ მმართველ კლასს, სასულიერო ელიტებსა და რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ბიუროკრატიას ხმარდება. კაპიტალისტური ცენტრის წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად ადგილობრივი ელიტებისთვის მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისა და შიდა კლასობრივი ჩაგვრის გადაფარვის იარაღია. სანამ ირანელი ხალხი ომისა და სანქციების მძიმე ტვირთს ატარებს, რეჟიმი ფაშისტურ ნარატივს საკუთარი პოზიციების დასაცავად იყენებს. ჩვენ მხარს უჭერთ ირანის სუვერენიტეტს იმპერიალისტური ბომბების წინაშე, მაგრამ არასოდეს უნდა დაგვაუწყდეს, რომ ნამდვილი განთავისუფლება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რესურსები არა ვაშინგტონის, ლონდონის ან თეირანის ელიტების, არამედ უშუალოდ მშრომელი ხალხის საკუთრება გახდება. ახლა კი გადავიდეთ რეგიონში მეორე უმძიმეს ფრონტზე, ლიბანში, სადაც სიონისტური რეჟიმის აგრესია ყველანაირ საზღვრებს ცდება. სანამ ვაშინგტონი ირანთან ეგრეთ წოდებულ ცეცხლის შეწყვეტაზე ლაპარაკობს, ლიბანში რეალური მოცემულობა გვაჩვენებს თუ რას ნიშნავს იმპერიალისტების ზავი პრაქტიკაში. ლიბანში აპრილის შუა რიცხვებიდან მოქმედებს ფორმალური ზავი, თუმცა როგორც Human Rights Watch-ის მკვლევარი რამსი კაისი ადასტურებს, ამ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო პერიოდში ისრაელმა 975 ლიბანელი მოკლა, მათ შორის 48 ბავშვი და 26 მედმუშაკი. ეს არის ზავი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, რეალობაში კი მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიური ჟლეტაა. ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის არმიამ გააფართოვა იძულებითი დეპორტაციის არეალი და მდინარე ზაჰრანის სამხრეთით მდებარე მთელი ტერიტორია, ანუ ლიბანის სახელმწიფოს 14% საბრძოლო ზონად გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ 300-ზე მეტი ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებს, მათ შორის სიდიდით მეოთხე ქალაქ ტირის მოსახლეობას სიკვდილის მუქარით უბრძანეს სახლების დატოვება. ომის დაწყებიდან დღემდე ლიბანის მოსახლეობის მეხუთედი, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა და ნეთანიაჰუმ ღიად გასცეს ბრძანება ოპერაციის გაღრმავებისა და საზღვრისპირა სოფლებში ყველა სახლის მიწასთან გასწორების შესახებ. რათა 100,000-ობით შიიტ მოსახლეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა სამუდამოდ მოესპოს. ეს არის ეთნიკური წმენდისა და მიწიდან განდევნის კლასიკური საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაული, რომელსაც სიონისტური ელიტა პირდაპირ ეთერში ახორციელებს. ისრაელის სამხედრო სპიკერის მიერ გუშინ გაცემული ბრძანება მოიცავს მთელ ტერიტორიას მდინარე ზაჰრანის სამხრეთით. თუმცა ეს ხდება მას შემდეგ, რაც ბოლო 36 საათის განმავლობაში ლიბანის 50-ზე მეტი სოფლისა და ქალაქისთვის დეპორტაციისა და იძულებითი გადაადგილების არაერთი ბრძანება უკვე გამოიცა. ამ იძულებითი ბრძანებების შემდეგ ისრაელის სამხედრო სპიკერმა ავიჩაი ადრაიმე გამოსცა საყოველთაო ტოტალური ბრძანება, რომელიც მოუწოდებს მდინარე ზაჰრანის სამხრეთით მდებარე ყველა ქალაქისა და სოფლის მცხოვრებს გადავიდნენ მდინარის ჩრდილოეთით. ეს მოიცავს ლიბანის მთელი ტერიტორიის თითქმის 14%-ს. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ხდება იმ პერიოდში, როდესაც წესით ზავია გამოცხადებული. თუმცა ამის მიუხედავად, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებმა 180-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მათ შორის არის 9-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი, 7 ბავშვი და 21 ქალი. ხოლო მთელი ამ სამშვიდობო ზავის პერიოდში, ანუ 16 აპრილიდან დღემდე, თითქმის 1000 ადამიანია მოკლული. ისრაელის მთავრობა არამხოლოდ მრავალჯერადად არღვევს ომის კანონებს, არამედ აგრძელებს ღიად დეკლარირებას თავისი განზრახვის შესახებ, რომ ჩაიდინოს კიდევ უფრო მეტი სისასტიკე, გაანადგუროს ათობით შენობა ბეირუთში და მიწასთან გაასწოროს ყველა სახლის საზღვრის გასწვრივ. და ისინი ამის გაკეთებას ახერხებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელის სამხედრო მანქანის შესაკავებლად არანაირი ბერკეტი და შეზღუდვა არ არსებობს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის ღია ფაშისტური რიტორიკა, რომელსაც ისრაელის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრი ბეცალელ სმოტრიჩი იყენებს. მან განაცხადა, რომ ჰეზბოლას მიერ გამოყენებული ყოველი ერთი დრონის საპასუხოდ, რომლებსაც ოპტიკურ ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამო ისრაელის არასაწინააღმდეგო სისტემები ვერ აფიქსირებენ, ბეირუთში 10 მრავალსართულიანი შენობა უნდა დაინგრეს. სმოტრიჩი ღიად ამბობს, ჩვენ არ პასუხობთ სტრატეგიულ საფრთხეებს თავდაცვით, არამედ წესებისა და განტოლების შეცვლით, მტრისგან არაპროპორციული ფასის გამოძალვით. ცინიკურია, რომ ეს ის მინისტრია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ღაზის სრულად განადგურებას და იქაურობის ბაჰამის კუნძულებად ქცევას ითხოვდა. მაგრამ აქ არის მეორე კლასობრივი და სისტემური პრობლემა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით. თვითონ ლიბანის სახელმწიფოს კოლაფსი და ღალატი. სანამ ლიბანის მთავრობა ვაშინგტონთან უშედეგო კაპიტულაციურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ბეირუთის ცენტრში
ლიბანის უსამართლოების სამსახურებმა დაიწყეს დევნილი ადამიანების კარვების ძალისმიერი დემონტაჟი და მათი ქუჩაში გაყრა. სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ თავშესაფარში მყოფ ადამიანებს ელემენტარული პირობები შეუქმნას, რეპრესიებით უპირისპირდება საკუთარ მოქალაქეებს, სირიელ ტოლულებსა და მიგრანტ შრომელებს, საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ჯგუფს, რომლებმაც ომის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე გადაიტანეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პერიფერიის კაპიტალისტური სახელმწიფო აპარატი კრიზისის დროს ნაცვლად ხალხის დაცვისა ხდება საკუთარი მოსახლეობის მტერი და იმპერიალისტური ომის თანამონაწილე. კატასტროფების კასკადი არ წყდება ღაზაშიც. ისრაელი იყენებს საინფორმაციო ვაკუუმს, რათა ღაზის სექტორში ახალი ოკუპაციური რეალობა დაამკვიდროს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ისრაელი აფართოვებს თავის კონტროლს ღაზის ტერიტორიაზე და მიზანი 70%-ის კონტროლია. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ძალა სხვადასხვა მიმართულებით ეფექტურად გამოვიყენოთ. ჰეზბოლას განადგურება კიდევ მოგიწევთ. ახლა კი ჰამასი ყავს მარყურში მოქცეული. დიახ, ამჟამად სექტორის ტერიტორიის 60%-ს ვაკონტროლებთ. იცით ეს? 50%-ზე ვიყავით და 60%-ზე გადავედით. ჩემი დირექტივაა: მიღწევით გეგმას. პირველ რიგში მიზანი 70%-ია. მოდით ამით დავიწყოთ. ყოველი მხრიდან ვუჭერთ მათ მარყურს. ნარჩენებს კი მერე მივხედავთ. შეხსენებისთვის ტრამპის მიერ გასული წლის ოქტომბერში გაფორმებული ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ისრაელის არმიას კონტროლი მხოლოდ ღაზის 53%-ზე უნდა შეენარჩუნებინა, რაც რუკებზე სპეციალური ყვითელი ხაზით იყო მონიშნული. თუმცა ზავის გაფორმებიდან 8 თვის თავზე სიონისტურმა რეჟიმმა ესაზღვარი ჯერ 64%-მდე გადაწია, ახლა კი სრული ანექსიის მომდევნო ეტაპზე გადადის. ეს არის პალესტინელების ეთნიკური წმენდისა და იძულებით დეპორტაციის ღია, გააზრებული გეგმა. ტერიტორიის კიდევ უფრო შემცირება ნიშნავს კარვებში მცხოვრები 2 მილიონზე მეტი ადამიანის საბოლოო განადგურებას, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობის სიტყვებით ერთადერთი გზაა ზღვაში გადახტომაღად არჩენიათ. ეგრეთ წოდებული მშვიდობის საბჭო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ იყო რატიფიცირებული, სრულ დუმილს ინარჩუნებს, რადგან თავის დროზე ხელშეკრულების გაფორმებისას ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ისრაელის ჯარების სრული გაყვანა და ღაზის მმართველობის ფორმირება, მომავლისთვის გადადეს. შედეგად ამ ეგრეთ წოდებული ზავის პერიოდში ისრაელის დარტყმებს 900-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. ევროპული სახელმწიფოები, ბრიტანეთი და გერმანია შეშფოთებას გამოთქვამენ ღაზის მუდმივი გაყოფის გამო, თუმცა რეალობა უცვლელია. ისრაელი ყოველდღიურად ბლოკავს ჰუმანიტარულ დახმარებას და აგრძელებს ტერიტორიების მიტაცებას. ღაზის ბლოკადის გაორმაგების პარალელურად სიონისტური რეჟიმი ტოტალურ სამხედრო ტერორსა და წამებას იყენებს საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიების წინააღმდეგ. გლობალური სუმუდის ფლოტილიის 52 ხომალდი, რომელშიც 500-მდე საერთაშორისო აქტივისტი იმყოფებოდა, ღაზის სანაპიროდან 250 საზღვაო მილის დაშორებით საერთაშორისო წყლებში ისრაელის კომანდოსებმა ძალისმიერად გაიტაცეს. დეპორტირებული აქტივისტების ჩვენებები საშინელ რეალობას ააშკარაობს. ავსტრალიელი აქტივისტი ჯულიეტ ლამონტი აღწერს, რომ ის ციხე გემზე ბნელ კონტეინერში ჩააგდეს, სადაც სექსუალური ძალადობისა და სასტიკი ცემის მსხვერპლი გახდა. აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში კიტია საპატიმროში იმყოფებოდნენ, ადასტურებენ, რომ მათ აიძულებდნენ საათობით ყოფილიყვნენ დამამცირებელ პოზებში, ხოლო ნებისმიერი მოძრაობისას ნეკნებს უმტროდნენ და დაუნდობლად ცემდნენ. ეგრეთ წოდებული წამების გემიდან დაბრუნებული პირები ყვებიან, რომ ისრაელელები პატიმრებს წყლის გუბეებში პირქვი აწვენდნენ და ყუმბარებით აშინებდნენ. One thing I find kind of ironic is that when აქ ერთი ძალიან ირონიული მომენტია. როდესაც ისრაელის საგარეო უწყება ან ოფიციალური პირები ჩვენზე ლაპარაკობენ, პროვოკატორებსა და ტერორისტებს გვეძახიან. ვითომ ჩვენი მიზანი მხოლოდ პროვოკაციაა. რეალურად კი, როცა ბენგვირი ჩნდება ხოლმე, თავადვე გვიწევს, დგას და ტერორისტებს გვიწოდებს. ამ მასხარაობასა და ფლოტილიის მონაწილეების ლანძღვას სპეციალურად კამერაზე იწერს, რათა ეს ყველაფერი ისრაელის შიდა ბაზარს, საკუთარ ამომრჩეველს მიჰყიდოს. ამ დარბევის დროს 35-მდე ადამიანს ნეკნები დაუმტვრიეს. ვიცი, რომ სულ მცირე 12-მა თუ 15-მა არა სექსუალური ძალადობა განიცადა. ადამიანები მიყვებოდნენ, რომ ზოგიერთს შპრიცებით გაურკვეველი ნივთიერებები შეუყვანეს და არც კი ვიცით რა იყო ეს. ხალხს აიძულებდნენ პირქვე, წყლის გუბეებში დაწოლილიყვნენ და არ განზრეულიყვნენ. ადამიანებს ეშინოდათ, რომ ამ მდგომარეობაში უბრალოდ გაიგუდებოდნენ. ისროდნენ ხმოვან ამ სადისტურ რეპრესიებში პირადად მონაწილეობდა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და ფაშისტი იტამარ ბენგვირი, რომელიც საპატიმროებში კამერების თანხლებით შედიოდა, რათა
დაბორკილი მიწაზე პირქვე დაყრილი აქტივისტების ფონზე შოუ მოეწყო შიდა ისრაელური საარჩევნო მოხმარებისთვის. პალესტინელ-ამერიკელი აქტივისტი ჰაითამ არაფატი, რომელსაც დაკავებისას თავი მიწაზე დაარტყმევინეს, იხსენებს, რომ ისრაელელებს პატიმრები გალიებში შეჰყავდათ, სადაც 80-ზე მეტ ადამიანს ათავსებდნენ და სივიწროვის გამო ერთმანეთზე ზემოდან ყრიდნენ. მარაფატი იყვება, როგორ აიძულებდნენ ჯარისკაცები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსულ აქტივისტს რასისტული და დამამცირებელი ფრაზების გამეორებას, ხოლო როცა ის ჩუმდებოდა, სადისტურად ცემდნენ და სურათებს უღებდნენ. მარაფატი, რომელმაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ოჯახის წევრები დაკარგა, სრულიად სამართლიანად სვამს კითხვას. რატომ არის ბენ-გვირი დასავლეთში ხელშეუხებელი და რატომ ფინანსდება ეს ტერორისტული სადისტური სისტემა ამერიკული გადასახადების გადამხდელების ფულით, მაშინ როცა პალესტინელების დამცველებს სანქციებს ადებენ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ აშიშვლებს გლობალური რეპრესიული პოლიციური ქსელის არსებობას. მას შემდეგ, რაც ფლოტილიის წევრები ესპანეთში ბილბაოს აეროპორტში დაბრუნდნენ, მათ საკუთარი ოჯახის წევრების თვალწინ ბასკეტის სპეცრაზმი ხელკეტებით დაესხა თავს და 4 აქტივისტი დააპატიმრა. ეს ძალადობა შემთხვევითი არ არის. ბასკეტის პოლიციას 1,9 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები აკავშირებს ისრაელის ფირმასთან, რომელსაც მოსადის ყოფილი აგენტი მართავს და რომელიც მათ სათვალთვალო ტექნოლოგიებს, ჯავშანჟილეტებსა და ტაქტიკურ მომზადებას აწვდის. ჟურნალისტი ალექს კალუსტონი აღნიშნავს, რომ ეს არის ერთიანი გლობალური სისტემა. ისრაელის არმია, რომელიც აწარმოებს პალესტინელების გენოციდს, თავის რეპრესიულ მეთოდებსა და ტაქტიკას სხვადასხვა ქვეყნის პოლიციურ ძალებს გადასცემს. მათ შორის ნიუ-იორკის პოლიციას, რომელსაც ოფიციალური ბიუროც კი აქვს გახსნილი თელ-ავივში. კაპიტალისტური სახელმწიფოები მთელ მსოფლიოში ისრაელის მიერ გამოგონილ ფაშისტურ მეთოდებს იყენებენ საკუთარი შრომელებისა და ანტიიმპერიალისტი აქტივისტების ჩასახშობად. სხვათა შორის ამ ტრენდს არც ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი არ ჩამორჩა თავის დროზე, როდესაც ის ისრაელში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა იმ ფაშისტური და სადისტური წამების ტექნოლოგიების შესასწავლად, რომელსაც ბენ-გვირი და მისი ხელქვეითები იყენებენ. ახლა კი შევხედოთ გლობალური პერიფერიის ყველაზე მივიწყებულ წერტილს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც უმძიმესი კატასტროფული კრიზისის წინაშე დგას. ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებში, რომლებიც წლებია ომის ქაოსშია ჩაფლული, სასიკვდილო ებოლას ვირუსის უმძიმესი აფეთქება მძვინვარებს. სულ რაღაც 2 კვირაში, მას შემდეგ, რაც ეპიდემია ოფიციალურად გამოცხადდა, დაფიქსირდა 900-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა და 220-ზე მეტი გარდაცვალება. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მეზობელმა უგანდამ კონგოსთან საზღვარი სრულად ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც დადასტურებულმა შემთხვევებმა 1000 გადააჭარბა. ადგილობრივი სამედიცინო ასოციაციები ღიად საუბრობენ ტოტალურ შიშსა და უსუსურობაზე, რადგან ინფექცია ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჯანდაცვის სისტემას მასე რეაგირება შეუძლია. ომით განადგურებულ ქალაქებში სიტუაცია ქაოსში გადადის. ქალაქ მონგალუში პოლიციამ ჰაერში სროლით დაშალა მოსახლეობა, რომელიც ებოლას სამკურნალო ცენტრიდან გარდაცვლილი ახლობლების ხედრების გამოტანას ცდილობდა. მანამდე კი ხალხმა პროტესტის ნიშნად ორგანიზაცია ექიმების აზღვრებს გარაშე საიზოლაციო კარავი გადაწვა. მაგრამ ეს კატასტროფა არ არის ბუნებრივი სტიქია. ეს არის ვაშინგტონის რეზოლუციების და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ანტიჰუმანური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. ტრამპის მეორე ვადის პირობებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაასრულა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესი. რადიკალურად შეკვეცა და გაანადგურა USAID-ის ჰუმანიტარული პროგრამები, რომლებიც პერიფერიის ქვეყნებს სუფთა წყლით, საკვებით, სანიტარიითა და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობით უზრუნველყოფდა. ამას დაემატა მასობრივი შემცირებები თავად ამერიკის შიგნით, სადაც ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტიდან. ახლა კი, როცა დაავადების გლობალური გავრცელების საფრთხე გაიზარდა, CDC იძულებულია საკუთარ თანამშრომლებს მოხალისეობისკენ მოუწოდოს, რათა აეროპორტებში კონგოდან და უგანდიდან ჩამოსული მგზავრების ელემენტარული სკრინინგი განახორციელონ. რადგან ამ საქმისთვის მომზადებული პროფესიონალები ბიუჯეტის შეკვეცის გამო სამსახურებიდან უბრალოდ გაყარის.
When the United States withdrew from the World Health Organization, we have been the biggest funder, the biggest supporter. როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის უმსხვილესი დონორი და მხარდამჭერი ვიყავით მისი დაარსების დღიდან, ამან გამოიწვია ის, რომ გასულ წელს ჯანმომ იძულებით დაითხოვა 2000 თანამშრომელი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აფრიკასა და სათაო ოფისში. ამან უმძიმესი დარტყმა მიაყენა მათ შესაძლებლობას დროული რეაგირება მოახდინონ კრიზისებზე. თუმცა საერთო სურათი ბევრად უფრო ფართოა და ეს მხოლოდ აშშ-ს არ ეხება. ჩვენ ვნახეთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ამერიკის გასვლას ტრამპის ადმინისტრაციის წაქეზებით არგენტინის გასვლაც მოჰყვა. პარალელურად ვხედავთ ჯანმოზე მზარდ თავდასხმებს მემარჯვენე ძალების მხრიდან დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და მთელ მსოფლიოში. ისინი ცდილობენ დაშალონ ეს საერთაშორისო ინსტიტუტები, რადგან ეს უწყებები წინ ეღობებათ მათ უფრო გლობალურ მემარჯვენე პროექტს. რეალურად კი ახლა სწორედ ამ გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთეებში ინვესტირება გვჭირდება. ჩემი უდიდესი შეშფოთება ისაა, რომ ამ მომენტში ვერ ვხედავთ მსოფლიოს ქვეყნების იმგვარ კონსოლიდაციასა და მხარდაჭერას ჯანმოს მიმართ, როგორიც რეალურად საჭიროა. ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, ახლა ზუსტად ჯანდაცვის მინისტრები იკრიბებიან. წესით ჩვენ უნდა ვხედავდეთ ფინანსების მასშტაბურ მობილიზებას ჯანმოსთვის და მყარ პოლიტიკურ მხარდაჭერას, მაგრამ ეს არ ხდება. ამიტომ ძალიან ვშიშობ, რომ ეს მემარჯვენე პროექტი აღწევს თავის მიზანს, რაც საერთაშორისო ინსტიტუტების დემონტაჟს გულისხმობს. არადა როგორც თავად ვიახნიშნეთ, ეს ორგანიზაციები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ადგილობრივ მოსახლეობასთან ბრძოლის ველზე. სწორედ მათ მიეწოდებათ საჭირო რესურსები. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა უდიდესი ცინიზმი იმალება. საერთოდ რომელ სამართლიან მსოფლიო წესრიგზეა საუბარი, როდესაც მილიონობით ადამიანის ფიზიკური გადარჩენა USAID-ის მსგავს სტრუქტურებზეა დამოკიდებული. ეს არის გლობალური კაპიტალის ორმაგი ხაფანგი. დასავლური ტრანსნაციონალური კორპორაციები ჯერ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებენ კონგოს ბუნებრივი რესურსების, კოლტანის, კობალტისა და სპილენძის ულმობელ ძარცვას, აფინანსებენ ომებს, სისხლში აღჭობენ ადგილობრივ სუვერენიტეტს და ანადგურებენ შიდა ინფრასტრუქტურას. ამ ტოტალური ნგრევის ფონზე კი ვაშინგტონს შემოაქვს თავისი ფონდები, როგორც ჰუმანიტარული მოწყალება და რბილი ძალის ინსტრუმენტი. პერიფერიის ქვეყნებს მიზანმიმართულად არ აძლევენ საშუალებას განავითარონ საკუთარი დამოუკიდებელი მყარი ჯანდაცვის სისტემები, რათა ეს ეგრეთ წოდებული დახმარება მუდმივ პოლიტიკურ ბერკეტად დარჩეს. თუ თეთრი სახლის ჭკუაზე არ გაივლი, ამ პროგრამებსაც მომენტალურად კვეცავენ და მთელ პოპულაციას ეპიდემიების წინაშე პირისპირ ტოვებენ. რეალური სამედიცინო დახმარების ნაცვლად ტრამპის ადმინისტრაციამ კონგოდან, უგანდიდან და სამხრეთ სუდანიდან ჩამოსული ადამიანებისთვის სამგზავრო ბლოკადა დააწესა. ეს ბლოკადა არის პოლიტიკური თეატრი და რასისტული საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ჯანდაცვასთან საერთო არაფერი აქვს. გლობალიზაციის ეპოქაში სამგზავრო აკრძალვები არ მუშაობს. ისინი მხოლოდ აიძულებენ ადამიანებს იცრუონ ანკეტებში, ანგრევენ ქვეყნების ეკონომიკას და სპობენ ნდობას. იმპერიალიზმი და რეგიონული რესურსების ძარცვა პერიფერიას სამედიცინო დაცვის გარეშე ტოვებს, ხოლო დასავლური ელიტები რეალური დახმარების ნაცვლად რასისტული ბლოკადებითა და კედლების შენებით ცდილობენ ილუზორული უსაფრთხოების შექმნას. იმპერიალიზმი არა მხოლოდ ბომბებით კლავს, არამედ მსოფლიოს უღარიბესი რეგიონების მუდმივი ეკონომიკური დამორჩილებითა და მათი ჰუმანიტარული მძევლობით. სწორედ ამიტომ ნამდვილი ანტიიმპერიალისტური პოზიცია USAID-ის ბიუჯეტის გლოვა კი არ არის, არამედ იმ გლობალური ექსპლუატაციის დასრულება, რომელიც აფრიკის ქვეყნებს დასავლურ მოწყალებაზე დამოკიდებულს ხდის. ახლა კი უნდა გადავერთოთ უკრაინის ფრონტზე და იქიდან მომავალ ბოლო ცნობებზე. უკრაინის ფრონტზე რუსული საოკუპაციო მანქანა ახალ კიდევ უფრო სისხლიან და დამანგრეულ ეტაპზე გადადის. კიევზე განხორციელებული ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად დედაქალაქის მასშტაბით 50-ზე მეტი ადგილი დაიბომბა. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. კრემლის სამიზნე ამჯერადაც არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, თეატრები და სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩერნობილის კატასტროფის 40 წლის თავზე აშენებული მუზეუმი. რუსეთმა ერთ ღამეში 600-ზე მეტი დრონი და 90-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, რამაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილობრივი გადატვირთვა გამოიწვია. კიევმა ვერ შეძლო 30-ზე მეტი რაკეტისა და 50 დრონის ჩამოგდება, რის გამოც აფეთქებების ტალღამ ქალაქის ცენტრი დააზიანა. ამ თავდასხმის მთავარი და ყველაზე საშიში ასპექტი არის მოსკოვის მიერ ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის ორეშნიკის გამოყენება, რაც 4 წლიანი ომის განმავლობაში მხოლოდ მესამედ მოხდა. ორეშნიკი, ისევე როგორც პარალელურად გამოყენებული ცირკონის რაკეტა, მოძრაობს ბგერის სიჩქარეზე 10 ჯერ სწრაფად.
გადააქვს 400 კილოგრამამდე ფეთქებადი ნივთიერება და მიზნამდე წამებში აღწევს, რაც მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლის შანსსაც კი არ უტოვებს. ეს არის კრემლის ღია ბირთვული შანტაჟი და კუნთების თამაში დასავლეთის წინაშე, რადგან ორივე ეს ჰიპერბგერითი სისტემა ბირთვული ქობინების გადატანისთვისაა შექმნილი. მოსკოვი ამ ბარბაროსულ აქტს ლუჰანსკის ოლქში სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე უკრაინული დარტყმის საპასუხო რეაქციად ასაღებს. თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი მედიის არარსებობის გამო კრემლის ბრალდებების გადამოწმება შეუძლებელია. კიევი კი კატეგორიულად აცხადებს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ რუსული დრონების სამხედრო ბაზა იყო. ორეშნიკი თავისი არსით არ არის კონვენციური იარაღი, არამედ წმინდად ბირთვული სტრატეგიული იარაღია. ამ რაკეტების დაშენა მშვიდობიან მოსახლეობაზე არის კრემლის ცდილობა დააშინოს უკრაინა და დასავლეთს გაუგზავნოს შემდეგი გზავნილი. შემდეგ ჯერზე აქ ბირთვული მუხტი იქნება და თქვენ მას ვერ შეაჩერებთ. თუმცა ეს ტაქტიკა რეალურად მოსკოვის უსუსურობისა და სამხედრო ფრუსტრაციის ნიშანია. კრემლს ეგონა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ფრონტზე მოპოვებულ ტაქტიკურ უპირატესობას კაპიტულაციამდე მიიყვანდა, მაგრამ უკრაინელების მედეგობამ და ბრძოლის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანამ პუტინის გეგმები ჩაშალა. გლობალურ ბაზრებზე არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე პუტინი თავად განიცდის უმძიმეს შიდა კლასობრივ და პოლიტიკურ ზეწოლას სამხედრო და ეკონომიკური ჩაფლავების გამო. სწორედ ამიტომ ის იძულებულია მსგავსი სამხედრო თეატრალიზებით ცადოს სამომავლო მოლაპარაკებებისთვის ილუზორული ბერკეტების მოპოვება. გეგმები და ამოცანები მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო მყარი, მოსახერხებელი პლაცდარმები ფინალური იერიშისთვის. და ეს ფინალური ნახტომი რუსეთის გენშტაბის გეგმით მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო და მოჰყოლოდა დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის, მათ შორის სლავიანსკის, კრამატორსკის, დრუშკოვკისა და კონსტანტინოვკის უმსხვილესი აგლომერაციის აღება და რუსული ჯარების მიერ მისი მიტაცება. პარალელურად კი, როგორც უკვე აღვნიშნე, სამხრეთით გასვლა ზაპორიჟიეს მისადგომებთან. ეს არის სტრატეგიული ამოცანები. თუმცა რუსებისთვის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მიზნები მიუღწეველი აღმოჩნდა, მათ შორის დონეცკის ოლქის მიმართულებითაც. საგულისხმოა, რომ რუსეთის ბირთვული მუქარები აწყდება უმძიმეს წინააღმდეგობას მისივე პარტნიორების ჩინეთისა და ინდოეთის მხრიდან. სი ძინპინმა და ნარენდრა მოდიმ პუტინი პირდაპირ და საჯაროდ გააფრთხილეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მათთვის წითელი ხაზია, რადგან ჩინეთს არანაირი ინტერესი აქვს მხარი დაუჭიროს რეჟიმს, რომელიც ბირთვულ ტერორზე გადადის და გლობალურ სტაბილურობას ანადგურებს. ამ პირობებში უკრაინა ახორციელებს წარმატებულ სტრატეგიულ დარტყმებს რუსეთის სიღრმეში, მათ შორის თავად კაპუსტინ-იარის სარაკეტო პოლიგონზე და რუსულ ნავთობ ინფრასტრუქტურაზე. ომის მატერიალისტური ლოგიკა აჩვენებს, იმპერიალისტური ცენტრიდან, ვაშინგტონიდან მხარდაჭერის შემცირების მიუხედავად, პერიფერიის წინააღმდეგობა არ ნებდება. მეტიც, ომის შესწავლის ინსტიტუტის უახლესი ანგარიში და ფრონტის ხაზის ყოველდღიური მონაცემები ადასტურებს, რომ უკრაინამ 2023 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა საშუალო და შორმანძილზე დარტყმებში, რის ხარჯზეც უფრო მეტ ტერიტორიას ათავისუფლებს, ვიდრე კარგავს. ეს გარდატეხა ფაქტობრივად დაიწყო თებერვალში და კიდევ უფრო გაძლიერდა აპრილში. საპირისპიროდ რუსული საოკუპაციო ძალების წინსვლის ტემპი კატასტროფულად ეცემა. თუ 2025 წელს კრემლი დღეში საშუალოდ 15 კვადრატულ კილომეტრს იკავებდა, მიმდინარე თვეში ეს მაჩვენებელი დღეში 2-3 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. რუსული არმია გამოფიტულია. ვეტერანი ადმირალები და სადაზვერვო მონაცემები ადასტურებს, რომ კრემლის დანაკარგები ომში საშინელია. 330,000-ზე მეტი მოყოლული ჯარისკაცი. მსხვერპლი იმდენად აჭარბებს რეკრუტირებას, რომ პუტინი იძულებულია სტუდენტებსა და კერძო კომპანიების მფლობელებს ძალისმიერად მოსთხოვოს თანამშრომლების ომში გაგზავნა. რაც შეეხება რუსეთის შიდა პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობას, 2026 წელი აჩვენებს, რომ კრემლის მილიტარისტული ეკონომიკა სრულ სტრუქტურულ კრიზისში შედის. ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა მთავრობას უპრეცედენტო მოთხოვნით მიმართა. საბიუჯეტო ხარჯების 3 ტრილიონი რუბლით გაყინვა და 2026 წლის თითქმის ყველა სოციალური მუხლების მასობრივი შეკვეცა. მიზეზი მარტივია. იმპერიალისტური ომის მანქანა სულ უფრო მეტ რესურსს თქავს. სამხედრო ხარჯები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის 40%-ს შეადგენს, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს 2028 წლისთვის, გაუთვალისწინებელი სამხედრო თავდაცვის საჭიროებებისთვის. კაპიტალისტური ოლიგარქიის პირობებში, სადაც ნავთობის ფასების დაც კი ვერ ფარავს პუტინის სამხედრო აპეტიტს, სილუანოვი ღიად აღიარებს, რომ ფული კონცენტრირებული იქნება მხოლოდ ორ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, ომსა და ძალოვან უწყებებზე, ხოლო შრომელი ხალხი ტოტალური ეკონომიკური უსკულის წინაშე რჩება.
სილუანოვმა ბიუჯეტის სამოქალაქო მუხლების შეკვეცა დაანონსა. მისი თქმით, ბოლო წლებში ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები ფორს-მაჟორული საგარეო ფაქტორების, კოვიდიდან დაწყებული დასავლური სანქციებით დამთავრებული, ზეგავლენით კატასტროფულად სწრაფი ტემპით იზრდებოდა. ახლა კი დადგა აუცილებლობა, რომ გაიზარდოს, ვციტირებ, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურობა. ფინანსთა სამინისტრო ახლა, ისევ ვციტირებ, თითოეულ მუხლს დეტალურად აანალიზებს ეკონომიკური უკუგების, კონკრეტული შედეგების მიღწევისა და საბოლოო ჯამში მოსახლეობის კეთილდღეობაზე გავლენის მიხედვით, აცხადებს სილუანოვი. ერთადერთი გამონაკლისი, რასაც ეს ოპტიმიზაცია არ შეეხება, სოციალური ვალდებულებები და რა თქმა უნდა საოკუპაციო არმიაა. ამ კლასობრივ ძარცვას თან ახლავს მსხვილი კაპიტალის პირდაპირი სახელმწიფოებრივი გადანაწილება. გენერალური პროკურატურის სარჩელი საფუძველზე სასამართლომ დააპატიმრა მილიარდელი ვადიმ მოშკოვიჩი და მისი უმსხვილესი აგროჰოლდინგი რუსაგრო იძულებით გადასცა სახელმწიფო როსელხოზბანკის კონტროლს. პროკურატურა რუს მილიარდელს, რომელიც ბელგოროდის ოლქის ყოფილი სენატორია, თაღლითობაში ღრთამის გაცემასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. რაც რეალურად გვიჩვენებს, რომ კრიზისში მყოფი რეჟიმი საკუთარ შიდა ოლიგარქიულ ელიტასაც კი რესურსების წასართმევად ყლაპავს. მოშკოვიჩი კი ამ პროცესში ერთადერთი ნამდვილად არ არის. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ინვესტორ ალექსანდრ გალიცკისა და მისი ფონდის ალმას კაპიტალის ექსტრემისტულ გაერთიანებად ცნობის შესახებ. ახლა მილიარდერის ქონება დაახლოებით 8 მილიარდი რუბლის ოდენობით სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. სხდომის მიმდინარეობისას პროკურატურამ განაცხადა, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ გალიცკიმ რუსეთი-ბელარუსის გავლით დატოვა, რისთვისაც ჰოლანდიური პასპორტი გამოიყენა. მანამდე კი გაზპრომბანკის ანგარიშებიდან ფული სრულად გამოიტანა. გენერალური პროკურატურის ვერსიით, ფონდი ალმას კაპიტალ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თითქოს უკრაინულ კომპანიებს აფინანსებდა. თავად გალიცკი ბრალდებას უარყოფდა და საქმეს შეკერილს უწოდებდა. ამ ისტორიას განსაკუთრებულ მისტიკასა და სიმძიმეს ხმატებს ის ფაქტიც, რომ ბიზნესმენის ყოფილმა ცოლმა ალია გალიცკაიამ საგამოძიებო იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ყოფილი ქმნისგან ფულის გამოძალვის მუხლით იყო აღწრული. სიკვდილის წინა წერილში ქალი მომხდარში სწორედ ყოფილ მეუღლეს ადანაშაულა. განათლების სამინისტრომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში აამუშავა საგამოძიებო გამოკითხვები, სადაც სტუდენტებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ტრადიციული ფასეულობების პროგრამისადმი ლოიალობას უმოწმებენ. კრემლი პირდაპირ სვამს კითხვებს დასავლეთთან კონფლიქტის მიზეზებზე და მოზარდების პოზიციაზე სტალინის და ბრეჟნევის მიმართ, რათა ნებისმიერი ანტიომის ან ანტიიმპერიალისტური აზრი ჩანასახშივე გაანადგუროს. ნიჟნი-ნოვგოროდში სასამართლოს შენობაზე უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მოსახლეობის პროტესტს თავშესაფრებისა და საჰაერო განგაშის არარსებობის გამო გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა უტიფარი ცინიზმით უპასუხა. მან ხალხს მოუწოდა მოითმინონ და მიეჩვიონ იმას, რომ ხელისუფლება ნებისმიერ დროს სრულად გათიშავს ინტერნეტს, რაც სამხედრო თვალსაზრისით დრონებს ვერ აჩერებს, მაგრამ შრომელებს კრიტიკულ სიტუაციაში ელემენტარული კავშირის გარეშე ტოვებს. პუტინის სამხედრო მანქანის ყველაზე ამაზრზენი ანტიჰუმანური გამოვლინება რუსული მართლმსაჯულების სრული ბარბაროსობა. ქალაქ მოგოჩაში ზაბაიკალის მხარეს სამა კრიმინალმა ჩვეულებრივი ყოფითი ჩხუბის გამო თავისი ნაცნობი სასაფლაოზე წაიყვანა. ცოცხლად ჩააგდო ცარიელ საფლავში, ბენზინი გადაასა, ცეცხლი წაუკიდა და ცოცხლად დამარხა. 2025 წელს ამ საზარელი და სადისტური მკვლელობისთვის მათ 15-დან 20 წლამდე მკაცრი რეჟიმის კოლონია მიესაჯათ, თუმცა დღეს ორი მათგანი უკვე სრულად თავისუფალია და რუსეთის ქუჩებში დადის, რადგან თავდაცვის სამინისტროსთან თავიანთი სისხლიანი კრიმინალური წარსული ომის კონტრაქტით გამოისყიდეს. ეს არის ფაშისტური სქემა. ყველაზე საშიშ მკვლელებს რეჟიმი იარაღს აძლევს, უკრაინელების დასახოცად გზავნის, შემდეგ კი ამნისტირებულებს უკან აბრუნებს მოქალაქეების ტერორისთვის. საპირისპიროდ რუსული პოლიციური სახელმწიფო მთელ თავის რეპრესიულ ძალას უდანაშაულო მშრომელი ადამიანების გასანადგურებლად იყენებს. კრასნოდარის მხარეში პენსიონერი ვიქტორ კრასნობოროდკო სახლში დაბრუნებისას საკუთარ აყვანილ შვილს სისხლში მწოლი არეს პოულობს და პოლიციას იძახებს. ადგილზე მისულმა პოლიციამ საქმის სწრაფად ჩახურვისა და მორიგი ვარსკვლავების მისაღებად დანაშაული თავად მოხუც დააბრალეს. პენსიონერს ხელფეხი დაუბეს, თავდაყირა ჩამოკიდეს, ელექტროშოკერითა და სპეციალური აპარატებით სადისტურად აწამეს, სანამ იძულებითი აღიარებითი ჩვენება არ დააწერინეს. მოხუცი 3 წელი და 3 თვე იჯდა სისხლის სასამართლოს საგამოძიებო იზოლატორში და მხოლოდ სასწაულით სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თუმცა მისი დანგრეული ჯანმრთელობისა და წართმეული წლების ანაზღაურებაზე სისტემა პასუხს არ აგებს. ეს არის ფაშისტური რეჟიმის ნამდვილი სახე. სადისტი მკვლელები თავისუფლებაზე არიან, ხოლო უდანაშაულო მშრომელები წამების კამერებში ხრჩობიან ტრადიციული ღირებულებების
დაცვის შესახებ კანონის მიღებიდან 3 თვის თავზე. წინა კვირას კი რუსული აგრესია უკრაინის ფრონტს გასცდა და ნატოს საზღვრებში შეიჭრა. რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გლობალური ომის პირობებში არანაირი უსაფრთხო ბუფერული ზონა აღარ არსებობს. რუმინეთის ქალაქ გალატში, რომელიც უკრაინისა და მოლდოვის საზღვართან მდებარეობს, ღამის 2 საათზე რუსული სამხედრო დრონი შაჰედი პირდაპირ 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავდნენ ქალი და ბავშვი. მშვიდობიანი მოსახლეობა კი ტოტალურმა შიშმა და პანიკამ მოიცვა. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ეს არის რუსული საფრენი აპარატების ნატოს საჰაერო სივრცეში შეჭრის უკვე 30-ე შემთხვევა. თუმცა ესაა პირველი საშიში პრეცედენტი, როდესაც რაკეტა თუ დრონი მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა და უდანაშაულო ადამიანები აზარალდა. რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ღამით ოდესის ოლქზე მიიტანეს იერიში. ერთ-ერთი დრონი შაჰედი რუმინეთის ქალაქ გალატში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაშავებულია 2 ადამიანი. საშინელება იყო. ისეთი ხმამაღალი აფეთქება მოხდა, მგონია რომ აქამდე მსგავსი ხმაური საერთოდ არ ყოფილა. მანამდე რუსული უპილოტო საფრენი აპარატები რუმინეთის ტერიტორიაში უკვე გადაფრენილან, თუმცა აქამდე ისინი მინდორში ვარდებოდნენ და არავის აზიანებდნენ. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს რუსეთის მხრიდან განხორციელებული სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია უწოდა. კრემლი ნატოს ჭარბ სიფრთხილეს მომენტალურად იყენებს საინფორმაციო манипуляციისთვის. მოსკოვი უპირატესად უარყოფს დრონის კუთვნილებას და ცდილობს რუმინულ საზოგადოებას მომხდარი უკრაინულ თავდასხმაში ასაღოს, რათა ბუქარესტში შიდა განხეთქილება დათესოს და აიძულოს ისინი შეწყვიტონ კიევის მხარდაჭერა. კრემლი მეთოდურად მიზანმიმართულად ურტყამს უკრაინულ პორტებს იზმაილსა და რენის, რომლებიც უშუალოდ რუმინეთის საზღვარზე მოსახლეობის თვალწინ მდებარეობენ, რითაც მეზობელ ქვეყნებს მუდმივი ფსიქოლოგიური შანტაჟის ქვეშ ამყოფებს. ევროპაში დიდი კონვენციური ომის დაწყების საფრთხე დღეს ნულოვანი ნამდვილად არ არის, თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ კრემლმა ომი ევროპის ტერიტორიაზე უკვე გადმოიტანა, ოღონდ ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ფორმატით. კარნეგის ბერლინის ცენტრის დირექტორი ალექსანდრ გაბუევი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია თავისი საზღვარგარეთული სპეცსამსახურების დახმარებით ევროპის მასშტაბით აქტიურად აორგანიზებს დივერსიებსა და საბოტაჟის აქტებს. მათი მიზანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ჯაჭვების და სამხედრო წარმოების პარალიზება. ეს სტრატეგია მოიცავს კიბერშპიონაჟს, საზღვაო კაბელების გადაჭრას, საჰაერო სივრცეში დრონების პერიოდულ შეჭრას, მათ შორის პოლონეთსა და ფინეთში, სადაც რუსეთის სპეციალურად ახდენს ნავიგაციის სისტემების დევიაციას და თავდასხმებს ევროპულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ლიდერებზე, როგორიცაა კონცერნ რაინმეტალის ხელმძღვანელი არმინ პაპენგერი. კრემლის ლოგიკა მარტივია, რადგან ევროპული ელიტები აფინანსებენ უკრაინას, ფასი ევროპელმა მშრომელებმაც უნდა გადაიხადონ. ამ ტერორით მოსკოვი ცდილობს შექმნა შეკავების ეფექტი. თუმცა ყველაზე საშიში ისაა, რომ ჰიბრიდულ შრეში არანაირი თამაშის წესები და წითელი ხაზები არ არსებობს, რაც მოვლენებს აბსოლუტურად უმართავს ხდის. ამავდროულად კრემლის საზაფხულო სამხედრო კამპანიის მიზანია ნებისმიერი ცოცხალი ძალის ფასად ხელში ჩაიგდოს დონეცკის ოლქში დარჩენილი ნაწილი, კრამატორსკისა და სლავიანსკის უმსხვილესი აგლომერაცია. მოსკოვს ეს ტერიტორიული უკმა სჭირდება არა რეალური სტრატეგიული გარღვევისთვის, არამედ წმინდა საიმპერიო პროპაგანდისთვის, რათა შიდა ბაზარზე შუალედური გამარჯვება გამოაცხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს პოლიტიკური ვაჭრობის ეტაპზე, უკვე შეცვლილი რეალობის პირობებში. სწორედ ამ დიპლომატიურ შანტაჟს ემსახურება კიევზე მიტანილი ბოლო ბარბაროსული საჰაერო იერიშები და ორეშნიკის მსგავსი ჰიპერგერითი რაკეტების სროლა. კრემლის მიერ ნატოს საზღვრებთან გათამაშებული ეს სამხედრო პოლიტიკური სიმულაციებიც მიზნად ისახავს შეზღუდული დარტყმით შექმნას მყისიერი კრიზისი, რათა დასავლეთი სამხედრო პასუხის ნაცვლად აიძულოს დათანხმდეს კაპიტულაციურ მოლაპარაკებებს. თუმცა საომარი მოქმედებების ლოგიკა აჩვენებს, რომ იმპერიული ამბიციები რეალურ ადამიანურ მედეგობას ეჯახება. პუტინის დიდი ზამთარ გაზაფხული სტრატეგიული გეგმა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში სრული კრახით დასრულდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ ზაპოროჟიესა და დნეპრის მიმართულებებზე ინიციატივა სრულად გადაიბარეს და ოკუპანტებს უკან დაახევინეს. კრემლის მთავარი ჩანაფიქრი ზამთარში მიღწეული ტაქტიკური წარმატებების ხარჯზე გასულიყო ზაპოროჟიეს სამხრეთ შემოგარენში, რათა ქალაქი артиლერიითა და ტაქტიკური დრონებით მეთოდურად მიწასთან გაესწორებინა, ტოტალურად ჩაფლავდა. უკრაინის კონტრშეტევებმა რუსეთის არმიას ხელიდან გამოსტაცა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ჰაბი, ქალაქ სტეპნოგორსკი, რომელიც სრულად აკონტროლებს ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას,
კახოვსკის ყოფილი წყალსაცავის გასწვრივ. დღეს სტეპნოგორსკი და დასახლება პრიმორსკოვი ეგრეთ წოდებულ ნაცრისფერ ზონაშია გადასული. რუსული ჯარები კი იქიდან სრულად განდევნილნი არიან. წლევანდელი წლის მონაცემები კაფეოდ ადასტურებს, რომ რუსეთის გენშტაბის გეგმები შეექმნა მყარი პლასტარმები 2026 წლის ზაფხულში დაგეგმილი ფინალური იერიშებისთვის სრულად ჩაფლავდა. თუ მიმდინარე წელს ოკუპირებული და გათავისუფლებული ტერიტორიების ფართობს კვადრატულ კილომეტრებში შევადარებთ, საერთო ბალანსი უკრაინის სასარგებლოდ იხრება. ეს ციფრები მხოლოდ ტოპოგრაფია არ არის. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ იმპერიული ომის მანქანა მიუხედავად უზარმაზარი რესურსებისა უძლურია იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარი მიწისა და ელემენტარული გადარჩენისთვის იბრძვის. და დასასრულს, როდესაც მეინსტრიმ მედიის ეკრანებიდან დასავლელი თუ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსების უტიფარი ცინიკური განცხადებები გვესმის და ძალაუფლების ბარბაროსულ გამოვლინებას ვხედავთ, რეალური გარდატეხა სულ სხვა განხდება. ის ფრონტის ხაზის იმ სიკვდილის ზონებშია, სადაც იმპერიული მანქანის ბარბაროსული გეგმები თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების სიმტკიცეს ეჯახება. ის სიონისტური რეჟიმის იმ გალიებშია, სადაც საკონცენტრაციო ბანაკის მეთოდებითაც კი ვერ ტეხენ ადამიანურ ღირსებას და აფრიკის იმ მივიწყებულ კლინიკებში, სადაც ბიუჯეტის შეკვეცისა და იმპერიული ბლოკადის პირობებში ადგილობრივი მშრომელები გლობალური კატასტროფის წინაშე ერთადერთ ცოცხალ ფარს ქმნიან. 2026 წლის რეალობა გვიჩვენებს, რომ ძველი მსოფლიო წესრიგის ფასადი შეუქცევადად იბზარება. კრემლისა და ვაშინგტონის საგარეო ავანტიურები, სიონისტური რეჟიმის ღია ეთნიკური წმენდა, ეს ყველაფერი არა ძალის, არამედ სისტემის ისტორიული იმედგაცრუების და დასასრულის დასაწყისის ნიშნებია. ხალხთა წინააღმდეგობა არ ნებდება და სწორედ ეს წინააღმდეგობაა მომავლის მშენებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბრძოლის გაშუქებას, რადგან სიმართლე ყოველთვის ჩაგრული, მაგრამ მებრძოლი უმრავლესობის მხარესაა. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, არ დაივიწყოთ დონაცია და შევხვდებით მომავალ კვირას, დროებით.